თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე წუთში კენჭისყრაზე დადგება. პროექტს თბილისის მერი წარადგენს. ცნობილია, რომ საკრებულოს უმცირესობა დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. თამარი ლურიძე ჩაგვერთვება ღია ეთერში. თამარ, ნაციონალურ მოძრაობას პროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები ჰქონდა. თუ მოხდა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, მათი რომელიმე წინადადების გათვალისწინება გისმენთ? როგორც თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, ბიუჯეტის საბოლოო პროექტში არ არის გათვალისწინებული მათი არც ერთი შენიშვნა და განსაკუთრებით ეს შეეხება დაბალი სოციალური ფენისთვის სატრანსპორტო შეხავადებს. ზოგადად საკრებულოს უმცირესობაში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გათვლილია მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების კეთილდღეობაზე და შემცირებულია ხარჯები სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის. პასუხად კი მერიაში განმარტავენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 800 მილიონით განისაზღვრება. მთავარ პრიორიტეტად 4 საკითხია გამოყოფილი, ესენია ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფა, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ვითანამშრომლებთ ყველა საკითხთან მიმართებაში, უმრავლესობასთან მაინც ვერ დაუჭერთ მხარს ბიუჯეტს, ვინაიდან ეს არის დაპირებების შეუსრულებლობის, სიცრუისა და უქნარობის ბიუჯეტი. ამდენ სოციალურ დაუცველ ადამიანს კი არ მოემატა დახმარება და მიზერი არის ის, ერთ-ერთი ისინი საუბრობენ მრავალშვილიანების და ვაუჩერის გაზრდა. არამედ მიღმა დარჩა პირიქით. უამრავი წინადადება ჰქონდა ბიუჯეტთან მიმართებაში, მათ არ გაითვალისწინეს, მათ აგრეთვე არ გაითვალისწინეს ის დაპირებები, რომლებიც უხვად დაარიგა დედაქალაქისკენ და იმ მოცულობიდან და იმ ზედაჭერიდან, რაც არის დღეს 800 მილიონი, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ყველა ის ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი, რაც არის დღეს უმნიშვნელოვანესი ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ წუთებში საკრებულოს ხდომაზე დავით ნარმანია საკრებულოს წევრებს ამ მთავარ პრიორიტეტებს აცნობს და მათგან ბიუჯეტის დასამტკიცებლად მხარდაჭერას ითხოვს, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს აქციის ფონზე. საკრებულოს გარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია დროას აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი არ არის სწორად შედგენილი და არ არის რიგით მოქალაქეებზე გათვლილი, ამიტომ ისინი საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ მერიის მიერ წარდგენილ პროექტს. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი დღეს უნდა დამტკიცდეს. ეს იყო თამარი ლურიძე. მადლობა თამარი.